ეთერშია კურიერი 9 საათზე მე ირაკლი მაისურაძე ვარ საღამო მშვიდობისა. ქართულ არმიას ჯარისკაცების ახალი ნაკადი შეემატება დღეიდან საქართველოში სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყო. ახალგაზრდების პირველი ნაკადი დილიდან მცხეთაში შეიკრიბა მათ დღეს რეგიონული განვითარების უწყების ხელმძღვანელი შეხვდა და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა. სპეციალურად მათთვის ისტორიული სატახტო ქალაქის ცენტრში კონცერტიც გაიმართა. საშემოდგომო გეგმიური გაწვევის საზეიმო ღონისძიება გაიხსნა. მცხეთის ცენტრში 90 ადგილობრივი წვევამდელი შეიკრიბა. ისინი სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩადგებიან. წელს ჯარში 18-დან 27 წლამდე 13,000-მდე წვევამდელი იმსახურებს. წვევამდელებისთვის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საზეიმო ღონისძიება მოეწყო. მათთვის პატრიოტულ თემაზე შექმნილი სიმღერები აშღერდა. მომავალი ჯარისკაცების სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მოძღვარმა მამა დავითმა დალოცა. ადამიანის ცხოვრებაში ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ცხოვრებაში. სამხედრო სამსახური მე ვფიქრობ ყველა ქართველი ვაჟკაცის ვალია რომ მოიხადოს. ვეცდები მემსახური საქართველოს. წვევამდელებს რამაზ ნიკოლაიშვილი მხარის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. ახალგაზრდებს საჩუქრებიც გადაეცათ. მცხეთის ცენტრში ღონისძიება ფეიერვერკმა დაასრულეს. გაწვევა მოხდება ახალი გამწვევი პუნქტის პირობებში, რომელიც ჩვენ ავაშენეთ თბილისში და ღირსეულად მოუწევთ და კომფორტულად ამ შემოწმების სამედიცინო შემოწმებას გულისხმობ გავლას ამ ადამიანებს და საბოლოო ჯამში სიმბოლურია ისეც რომ ეს ყველაფერი დღეს მცხეთიდან ხდება, თუმცა ეს არის შესაძლოა მარტო მცხეთაში ხდება გაწვევა, არამედ ეს მთელ საქართველოს მასშტაბით დაიწყო როგორც გითხარი და წლის ბოლოს ეს ყველაფერი დასრულდება. ეხლა იწყება ახალი ეტაპი, როდესაც ისინი ყველაზე მეტად გამოსდიან საკუთარ თავს. გარდა ამისა, მე ვფიქრობ და ვთვლი, რომ სამხედრო სამსახური ეს არის წმინდა მოვალეობა ყველა ვაჟკაცის. სამხედრო სავალდებულო სამსახურში წასვლამდე გასაწვევმა კონტინენტმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. ახლად რეაბილიტირებულ წვევამდელთა შემკრებ პუნქტში ყველა მათგანს ახალი აპარატურით ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუმოწმეს. სამხედრო სამსახურისთვის ვარგისად ჩათვლილი ყველა ახალგაზრდა ჯარში 1 წელი იმსახურებს. წვევამდელები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობით მიჩნეული იქნებიან ვარგისებად, დღის ბოლოსთვის მოხვდებიან უკვე თავდაცვის რიგებში და გაივლიან შესაბამისად ჯარს. გავიარის სამედიცინო შემოწმების ბოლო პროცესიდან ყველაფერი მწყობში მაგდა ძალიან მიხარია და შემართებით ვარ მინდა ჯარში წასვლა. ანუ შემეძლო ვსწავლობ ინსტიტუტში 2 წელი არ წავსულიყავი კიდე და იმდენად მინდოდა რომ მე თვითონ მოვითხო განცხადება დავწერე ამის თაობასგან მინდა ჯარში წასვლა. მომავალ ჯარისკაცებს დღეს მშობლები გულშემატკივრობდნენ. პირადად ჩემთვის საამაყოა რომ დღეს ჩემი ვაჟიშვილი სამშობლოს წინაშე მოიხდის სამხედრო სამსახურს და იქნება თავისი ქვეყნის ერთგული. წვევამდელები 20 დღიან კარანტინს საგანგებო მომზადებას გაევლიან. ამის შემდეგ კი სამძალოვან უწყებაში თავდაცვის შინაგან და სასჯელ აღსრულების სამინისტროების სამხედრო დანაყოფებში გადანაწილდებიან. გაწვევის პროცესი 31 დეკემბერს დასრულდება.